მოგესალმებით, მე სოფოდორეული ვარ, ეს კი ბარაკას YouTube არხია. დღეს ბარაკას გუნდი ჩამოვიდა კახეთში, პატარძეულში, ბარაკას ერთ-ერთ ფერმერთან, ლევან წულაძესთან, რომელსაც კაკლოვანი კულტურის ძალიან საინტერესო ჯიში, ნუში აქვს მოყვანილი 20 ჰექტარზე. ნიკა ახობაძე არის ჩვენთან ერთად, ბარაკას აგრონომი, კაკლოვანი კულტურების წარმომადგენელი, რომელიც დღევანდელი წამლობის შესახებ და არა მარტო ამაზე, სხვა მნიშვნელოვან თემებზე მოგვიყვება. გამარჯობა ნიკა. მოგესალმებით. ნიკა, დავიწყოთ პირველი ეტაპი, როგორიც არის ნუშის ყვავილობიდან ნაყოფის ჩამოყალიბებამდე. აი რა ეტაპებს გადის მნიშვნელოვანი და არის ამ დროს. დავიწყოთ ნუშის ყვავილობით, რომელიც საკმაოდ საინტერესო ფაზა არის. ამ ფაზაში მიმდინარეობს დამტვრის პროცესი, რაც მნიშვნელოვანი არის შემდგომში მოსავლის მისაღებად. და როგორც ვიცით, ნუში არის ენტემოფილური მცენარე, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი დამტვერისთვის საჭირო არის მწერი. ამისთვის ჩვენ ვიყენებთ როგორც ტრადიციულ ფუტკარს, ისე სპეციალურად ბამბლბის. და სწორად წარმართული დამტვრის პროცესი შემდგომში გვაძლევს უხ მოსავალს. გარდა დამტვერვისა, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის, რომ ყვავილობის ფაზაში ნუში არის განსაკუთრებით მიმღებიანი დაავადებების მიმართ. და საჭიროა სწორად შეირჩეს პრეპარატები, გამოყენებული იქნას სწორ დროს, რადგან ერთის მხრივ ვებრძოლოთ იმ დაავადებებს, რომელიც საკმაოდ საშიში არის და საკმაოდ დიდ ზიანს გვაყენებს, როგორც უშუალოდ ყვავილობის პროცესში, ისე შემდგომ ფაზებში, ასევე არ დავაზიანოთ სასარგებლო მწერები. ნუშის ნაყოფის ჩამოყალიბების დროს რა საფრთხეები ემუქრება ნაყოფს? რა ესხმის, ასე ვთქვათ, თავს და ფერმერს რა რეკომენდაციები შეიძლება მივცეთ ამასთან დაკავშირებით? კი ბატონო, უშუალოდ ნაყოფის ჩამოყალიბების ფაზაში ყურადღება უნდა გავამახვილოთ ისეთ მავნებლებზე, როგორიც არის ჭიჭინობელა, აღმოსავლური ნაყოფჭამია და ანარსია ლინიატელა. ეს მავნებლები საკმაოდ დიდ ზიანს აყენებენ მცენარეს და ეს ყველაფერი უკვე შემდგომში აისახება როგორც მოსავლიანობაზე, ისე უშუალოდ მცენარის სიძლიერეზე. თითოეული მავნებლის სახესხვაობა რომ მოვუყვეთ, შეგვიძლია მაყურებელს, აი როგორ აღმოვაჩინოთ, რომ ჩვენს ბაღში არის დაუშვათ ჭიჭინობელა. კი ბატონო. რა ზიანს აყენებს აი უშუალოდ ფოთოლს ჭიჭინობელაზე რომ ვთქვათ, ჭიჭინობელას გააჩნია ჩხვლეტწუწლი პირის აპარატი, ის ჯდება ფოთოლზე და იკვებება ქლოროფილით. ეს ქლოროფილი მონაწილეობს ფოტოსინთეზის პროცესში და შესაბამისად იმ შემთხვევაში თუ ჭიჭინობელას მაღალი ფონი არის და ქლოროფილის ნაკლებობას განიცდის მცენარე, ფოტოსინთეზის პროცესი ვერ მიმდინარეობს სწორად და აქედან გამომდინარე მე უკვე მცენარესაც ნაკლები ენერგია აქვს და ის პროცესები მიმდინარეობს არასრულყოფილად. ნაყოფის დაზიანებას რომელი მწერია ახდენს? ნაყოფს როგორი გამოხატულება აქვს? ფერსიცვლის, ფორმაციცვლის, ხმება უშუალოდ თუ როგორ აღმოვაჩინოთ დანარჩენი ჩამონათვალი ამ ჩვენი მავნებლების? რაც შეეხება უშუალოდ ნაყოფს აზიანებს აღმოსავლური ნაყოფჭამია, რომელიც უშუალოდ სახელიც გვეუბნება, მისი მატლი შედის ნაყოფში და იკვებება რბილობით. და აქედან გამომდინარე ის ნაყოფი უკვე გაფუჭებულია და თუ არ მოხდა დროული ჩარევა, ესე რომ ვთქვათ, და რეაგირება, შეიძლება მოსავლის ძალიან დიდი ნაწილი დავკარგოთ სწორედ ამ მავნებლების გამო. ყავს კიდევ ერთი მავნებელი, ეს არის ანარსია ლინიატელა, რომელიც აზიანებს მცენარის ზრდის კონუსს. ან ის შედის ზრდის კონუსიდან მცენარეში და იკვებება რბილობით. დღევანდელი ბაღიც რო შევაფასოთ ჩვენი ფერმერის ბაღში, რაიმე დაზიანება მავნებელი ხომ არ აღმოგიჩენიათ? ამ ეტაპზე არანაირი მავნებელი და დაზიანება არ აღინიშნება. შეგვიძლია თვითონაც დავაკვირდეთ როგორც ზრდის კონუსებს, ასევე ნაყოფსაც და ეს არის იმ წამლობების შედეგი, რომელიც აქამდე ჩატარდა. მე როგორც ვახსენე, ყვავილობაში და ყვავილობამდე პერიოდი საკმაოდ მნიშვნელოვანია წამლობების კუთხით და ჩვენ შეგვიძლია ნათლად დავინახოთ სწორი წამლობების შედეგი. დღეს ჩვენთან ერთად ნუშის ბაღში ანა შველიძე, ბარაკას კიდევ ერთი აგრონომი იმყოფება, რომელიც ეხლა ნუშის ხეზე ძალიან საინტერესო დეტალს ამონტაჟებს და მოდით ვნახოთ ეს დეტალი უშუალოდ რისთვის არის საჭირო. ანა, გამარჯობა. გამარჯობა. ძალიან საინტერესო საკეთებ, ხო? ეს რა დეტალი არის? რისთვის გამოიყენება? რატო ამონტაჟებ დღეს ამ ხეებზე? სოფოის ძალიან საინტერესო დეტალი არის, რომელსაც ფერომონი ქვია.
არსებობს სხვადასხვა ტიპის ფერომონები, რომლებიც სხვადასხვა მავნებლებისთვის გამოიყენება და აქვს სპეციალური მოწყობის ტექნიკას, ასე ვთქვათ. ეს ფერომონი მაგალითად გამოიყენება აღმოსავლური ნაყოფჭამიასთვის და ასევე ანარსია ლინეატელას დასაჭერად. არსებობს სხვადასხვა ტიპის ფერომონები, რომლებიც მაგალითად გამოიყენება იმისთვის, რომ მავნებელი სრულად დავიჭიროთ და ანუ პრობლემა აღმოჩნდეს ფერომონის გამოყენებით და ასევე ფერომონის საშუალებით, მაგალითად აღმოსავლური ნაყოფჭამიას შემთხვევაში შეგვიძლია რომ დროული მონიტორინგების საფუძველზე რიცხოვნობა აღრიცხოთ მავნებლის და როდესაც ეს მავნებლის რაოდენობა კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს, შემდეგ ჩავატაროთ სპეციალური წამოებები. ანა, ფერომონების ტექნიკური დამონტაჟება როგორ მიმდინარეობს, რა პრინციპით ჰექტარზე რა რაოდენობა არის საჭირო და აი ამ კიბაზე რომ დუპასხო. ესე იგი თუ სურს რომ მავნებლის რიცხოვნობა დავაფიქსიროთ, ანუ რამდენი მავნებელი გვყავს და როგორ უნდა ჩავატაროთ წამოებები, მაშინ 5 ჰექტარზე ვამონტაჟებთ ერთ ფერომონს და თუ სურს რომ მავნებლის რაოდენობა საერთოდ ანუ აღმოვფხრათ ფერომონით, მაშინ ჰექტარზე აუცილებელია რომ ერთ ფერომონი დავაყენოთ. ანუ შენ გულისხმობ რომ უშუალოდ ამ დეტალით, ან ფერომონით შეგვიძლია მავნებლების პრობლემის აღმოფხვრას წამლის გარეშე? ხო, აქ მაგრდება სპეციალური წებოვანი ქაღალდი, რომელზეც შეგნით ვდებთ სპეციალურ ფერომონს და შემდეგ ამ ფერომონზე მიდის მავნებელი და ეწებება ქაღალდზე და ვეღარ გამოფრინდება, შესაბამისად ამით დავიჭერთ რიცხოვნობას მავნებლის და კვირაში ერთხელ არის საჭირო რომ შევამოწმოთ ფერომონი და დავაფიქსიროთ რიცხოვნობა მავნებლის. ანა, დღევანდელი წამლობის შესახებ რომ მოგვიყვა, რა ეტაპი არის წამლობის ეს ნუშში და რამდენად ინტენსიურად აკეთებს წამლობას ჩვენი ფერმერი ამ პასში? სოფო, ჩვენი ფერმერი საკმაოდ ინტენსიურად წამლის ნუშის ბაღს, მიყვება ჩვენს ინსტრუქციებს, დაახლოებით 10 დღიდან 2 კვირის ინტერვალში ატარებს წამლობებს და რა თქმა უნდა ეს წამლობების ინტერვალი დამოკიდებული არის ამინდებზე და ამის შესაბამისად ჩვენს ჩამოდივართ მონიტორინგზე და ამის შემდეგ ვგეგმავთ წამლობებს.